ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან. ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით იქ დილიდან ხალხმრავლობა. მოქალაქეების საბჭოთა ჯარის მიერ მოკლულ ადამიანებს პატივს მიაგებენ. თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ქართული ოცნების რამდენიმე მხარდამჭერი გამოჩნდა და სხვებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როცა მემორიალთან ოცნების ლიდერები გამოჩნდნენ. პოლიცია მათთვის ტერიტორია გაწმინდა, მოქალაქეები ცოცხალი ჯაჭვით მემორიალის უკანა მხარეს ჩაკეტა და ირაკლი კობახიძესთან, მიხეილ ყაველაშვილთან და შალვა პაპუაშვილთან მიახლოების შესაძლებლობა არავის მისცა. ფორმულას რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე. ლიზი ბეკუა შემოგვიერთდება ახლა ეთერში. ლიზი, გითხარი, რა ვითარება არის ამჟამად მანდ? Დიახეთი, რამდენიმე წუთის წინ აი ახლაც თუ ჩემი ოპერატორი მოახერხებს კადრის გადაღებას დააკავეს კიდევ ერთი პირი, უცნობია მიზეზი, ის იდგა 9 აპრილის მემორიალთან, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის გაიყვანეს 9 აპრილის მემორიალიდან და სავარაუდოდ მას დააკავებენ. მანამ სანამ ამ კაცს დააკავებდნენ, რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება 9 აპრილის მემორიალთან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარედ და დააკავეს შაკო ბაღდოშვილი, თუმცა ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მაღალ ჩინოსნებს, ლევან მაისურაძეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ასევე დავით მამაგეიშვილს, ასევე პოლიციის მაღალ ჩინოსანს, რომლებიც ვერ გვიდასტურებენ ეს ადამიანები ნამდვილად დაკავებულები არიან თუ განიდებული და დავით მამაგეიშვილი გვეუბნება იმას, რომ ორი პირი განარიდეს საპროტესტო აქციას, თუმცა ჩვენ გადავიღეთ უფრო მეტი კადრი და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამ ადამიანებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუსტ ინფორმაციას არ გვაწვდის. როგორც ჩვევია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან მაისურაძემ ისიც გითხრა და მას ვკითხეთ იმასთან დაკავშირებითაც თუ რატომ არის ამხელა მობილიზება საჭირო 9 აპრილის მემორიალთან, მაშინ როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებენ მოქალაქეები ქართული ოცნების პოლიტიკას და ისინი უბრალოდ კითხვების დასმას აპირებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, როდესაც ისინი მოვიდნენ 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა ლევან მაისურაძე გვეუბნება, რომ ეს ადამიანები, ანუ სამოქალაქო საზოგადოება და ასევე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უშლიდნენ ხელს ქართული ოცნების წარმომადგენლებს და სხვა ადამიანებს გადაადგილებაში და ამიტომ მიმართეს ასეთ ზომებს. ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ, რომ სწორედ ლევან მაისურაძის და ასევე დავით მამაგეიშვილის კომენტარები მოისმინოთ. ჩვენ გასაუბრება ვცადეთ ვაჟა სირაძესთანაც, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ ისურვა. რატომ არის საჭირო ამხელა მობილიზება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე? მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება თანაბარ პირობებში მოვიდნენ მემორიალთან. რა პრობლემაა? ვინ უშლით რომ გადმოვიდეს? ეხლა პოლიციის კორდონი არის ჩაყენებული. და თავისუფალია მოძრაობა, შეუძლია განაგრძონ სვლა და მოხვდნენ სადაც უნდა წავიდნენ რა მიმართულებითაც უნდა. კორდონი მაშინაში ორივე მიმართულებით უსაფრთხოების ომებიდან გამომდინარე. რომ იდგნენ მანამდე და ოკუპირებული ქონდათ მოქალაქეებს არ ქონდათ შესაძლებლობა რომ მისულიყვნენ და ესეთი ქცევა არ შეიძლება, ხო, დღევანდელ დღეს. დაკავებულებზეც კითხავთ თუ შეიძლება რამდენიმე წუთის წინ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თუ მოგვიანებით მოგაწოდეთ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ვერ გაგვიმარტეს და თქვენ თუ დაინახეთ ან თუ მოგაწოდეს ინფორმაცია. მოგვიანებით მოგაწოდეთ. ადამიანების დაკავებაზე თუ იცით და ამხელა მობილიზება რატომ არის საჭირო? რა ვიცი. არც ერთი არ გაქვს პასუხი? არა მაგამს. თქვენ აქ იყავით დაკავების მომენტში და არ შეგიძლიათ მითხრათ რამდენი ადამიანია დაკავებული ან ადმინისტრაციაში? ვერ ყვევით და მოგახსენებთ. მაგრამ თქვენ დააკავეთ და რამდენია ხო დაითვალეთ? დაკავებული გითხარით, როგორც გითხარით, ახლა იგი არიდეთ, ანუ? ვერ ყვევით დეტალებში რა, ხომ და გავერკვიოთ არა. ხო, მაგრამ რაც უნდა გარკვევა, იქ არ იყავით ადგილზე რა, რამდენი ადამიანი დააკავეთ, უბრალოდ ეს. ხო, მაგრამ ხომ გადმოგცათ თქვენმა თანამშრომლებმა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? ორი მოქალაქე ყავს განიდებული და დეტალებში ვერ ყვევით. თუ დაკავდებიან, მოგახსენებთ აუცილებლად. რას მოყვა დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებს ვკითხეთ, რომლებიც იმყოფებოდნენ ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც პოლიციამ შაკო ბაღდოშვილი აიყვანა, როგორც სამოქალაქო აქტივისტები განმარტავენ, ორი პიროვნება გამოჩნდა 9 აპრილის მემორიალთან. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს, მათ მიმართავდნენ აკაცუკებს ეძახდნენ და ასევე რუსისმონებს და ამის შემდეგ უკვე დაიძაბა სიტუაცია, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და ამ დროს დაარტყეს შაკო ბაღდოშვილს ამ ორმა ადამიანმა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შაკო ბაღდოშვილი ჩასვეს მანქანაში, როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობდნენ, შაკო ბაღდოშვილს აღენიშნებოდა კიდევაც ფიზიკური დაზიანება, მას სისხლი სდიოდა და უცნობი არის ის ორი ადამიანი ახლა დაკავებულია თუ განრიდებული, თუმცა როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ისინი ახლა ეძებენ შაკო ბაღდოშვილს თუ რომელ დაწესებულებაში გადაიყვანეს ის.
გვეძახდნენ. აკაცუკებს ხან სამშობლოს გამყიდველებს, მოკლედ ვერანაირი პროვოკაცია რო ვეღარ გამოიწვიეს. ერთ-ერთ ჩვენიანს გაარტყა ხელი და სადაც გაქცეოდა, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი მოდის ძალადობაზე, შენ თავდაცვის ვალდებულება გაქვს და უფლებაც მათ შორის. ადამიანები, ანუ შემოვარდნენ, ანუ არაფრის გამო თან პირჯვას იწერდნენ და ხან თან ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანუ როდესაც გამოვაკიდეთ, რომ სახეზე მაინც დაგვეფიქსირებინა და პოლიციისთვის გვეცნობა, ამასობაში მეორე ადამიანი ზურგიდან მოეპარა ჩვენს თანამებრძოლს და იმანაც დაარტყა. სამართალდამცავებმა ხელი მოკიდეს და წაიყვანეს ჩვენი თანამებრძოლი. იმის აუდინეს ჩასვას დიდი ალბათობით გაუშვებენ, როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე. მოაგზავნეს ორი ადამიანი, რომელსაც აი ზედეთყობოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ მოსულები. იდგნენ აქ, ნახეთ როგორი დღეა 9 აპრილია. მოდი მემორიალთან სანთელი დაანთე, ყვავილი დადე, პატივი ეცი შენს მიცვალებულს, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა თავის სიცოცხლის ფასად დაიცვა და წადი, ხო? სპეციალურად დადგნენ პროვოკაციისთვის, გამოიწვიეს ბიჭები. შემდეგ მოუქნიეს ხელი პირველებმა, რა თქმა უნდა, მათ, იმიტომ რომ მათ ეს დავალება ჰქონდათ მიღებული ზევიდან. ჩაკოს გაუტყდა ცხვირი, წამოუვიდა სისხლი ცხვირიდან. ნუ მერე იქ მოხდა რაღაც პატარა ინციდენტი და მოკიდეს შაკო ბაღდაშვილს ხელი, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. ეგან ზუსტად პოლიციელებს ვესაუბრებოდი რა, ეს ქმედება მე რას მაგონებს, აი ის ფაქტი თუნდაც რომ პოლიციელებით გაყვეს ამათმა ქართველი ხალხი და 9 აპრილის მემორიალი ნიშნავს იმათ, რომ ამაზე რომ ვინც ხელი მოაწერა, ის ხელს მოაწერდა ამათვის ეგრეთ წოდებული ლაფატკები რომ დაერგებინათ, იგივეს იზავდნენ ზუსტად რაც 9 აპრილის ხეს, ხო? ეს ბრძანება უბრალოდ ჯერ ოდიონოს არ გაუწია, ბიძინა გავრილოს ჯერ არ გაუწია ეს ბრძანება და ესენი ახლა გვეუბნებიან რომ თურმე ის ბორია ივანიშვილი, რომელმაც ბოდიში უნდა მოუხადოს ჩვენ სეპარატისტებს, რომელმაც მამაჩემმა, ჩვენმა წინათაობებმა თავის შეაკლეს, ხო? აი ეს ბოდიში ვის უნდა მოუხადოს სეპარატისტებს ჩვენი სახელით თან. აი ეს ბორია და ვიღაც ბორია ზოოპარკი უნდა მივიდეს აქ დაცვით და ჩვენ ვერ უნდა მივიდეთ, თურმე 9 აპრილის გმირს პატივი მივაგოთ. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის მემორიალთან კვლავ რჩებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც, რომლებმაც ღამე გაათენეს გუშინ ღამე და ასე დაიცვეს 9 აპრილის მემორიალი. აქ ხედავთ პოლიციის კორდონსაც, პოლიციის წარმომადგენლებს, როგორც კრიმინალური პოლიციის, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რჩებიან ადგილზე და ახლა მე საუბარს დავიწყებ სინდისის პატიმრის საბას ხვიტარიძის დედასთან, ელენე ახობაძესთან. ქალბატონო ელენე, მოგესალმებით. გითხავთ თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსვლის დროს ნახეთ, რომ პოლიციამ აღარ მოგცათ საშუალება 9 აპრილის მემორიალთან დგომისა და გადმოგიყვანეს ამ ტერიტორიაზე. ხო, რას ფიქრობთ, რაში სჭირდებოდათ ამ ხელა მობილიზაცია ქართული ოცნების წევრებისთვის? ქართული ოცნების წევრებმა ძალიან კარგად იციან, რომ არალეგიტიმური მთავრობაა და კორდონები დაჭირდათ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხის წინ, რომ გაევლოთ და მისულიყვნენ 9 აპრილის მემორიალთან. ამიტომ იმდენად არიან უკვე თავიანთი კაბინეტი თვითონ ისდენად არის შეშინებული და დაცემული, რომ ამათ გონიათ, რომ რაღაცას აკეთებენ და გვაჩვენებენ, რომ ვითომ არიან ძალიან მყარად და ძალიან ძლიერად. ამ დროს ძალიან სუსტები არიან, იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანაში, როცა სახელმწიფო ქვია და როცა მთავრობა ქვია და იქ შენ დაგჭირდება კორდონის გაკეთება და დაცვით სიარული და ხალხის განრიდება, ესე იგი უკვე შენი საქმე ძალიან ცუდად არის და ძალიან წასულია. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს კითხვები გქონდათ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან იმ შემთხვევაში თუ მათთან მიახლოების საშუალება მოგეცემოდათ, აი რა გინდოდათ მათთვის რომ გეთქვათ დღეს? მიახლოების საშუალება ხა ჩემო კარგო, მე მაგათ არ ჩავეხუტებოდი, მაგრამ უბრალოდ კითხვა ისე შორიდან შეგვეძლო, რომ გვეკითხა, რომ რატომ არიან ეს ბავშვები დასჯილები, თუნდაც 4 ოქტომბრის ხალხი, თუნდაც სინდისის პატიმრები, თუნდაც პოლიტიკის პატიმრები
ყოველი მტკიცებულების გარეშე და გვიპასუხონ რა მტკიცებულებით ყავთ დაკავებული ეს ხალხი და რას გვიმტკიცებენ ამით. იქაც ვერაფერს ვერ გვიმტკიცებენ, იქაც გვიმტკიცებენ რომ ჩვენ ვართ ძლიერები. არ არიან ძლიერები ვეთქვი ხმამაღლა, ძლიერები არიან ჩვენი 125 პატიმარი, რომელიც ვერ გატეხეს და არ წყდებიან. აი ეგენი არიან ძლიერები, მაგათ ქვია სიძლიერე, მაგას ქვია პრინციპულობა, რასაც ჩვენი პატიმრები აკეთებენ. ძალიან დიდი მადლობა სინდისის პატიმრის საბას ქუთაისის დედა სელენი ახობაძეს უსმენით პირდაპირ ეთერში და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის მემორიალთან კვლავ რჩებიან მოქალაქეები სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. მთელი დღის განმავლობაში აქ მოვლენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები იმისათვის რომ პატივი მიაგონ 9 აპრილს დაღუპული გმირების სულს.